სპეციალური სიგნალების გამოყენებაო. სპეციალური სიგნალების გამოყენებით სარგებლობს 3 ტრანსპორტი. პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო. ძალიან ბევრმა მაგარმა მძღოლმა თავი რომ მიაჩნიათ რა, აი ორთვლებზე რომ დადიარეს. იმათ არიციან ეს ელემენტარული კანონები. ჩვენ ახლა ეს უნდა ავხსნათ, რომ გავაგებინოთ მაგათაც და სხვებსაც რა არის სპეციალური სიგნალების გამოყენების წესი. ესე იგი, თუ შენ მიდიხარ წინ, უკრიდან მოგდევს პოლიციის მანქანა, უკრიდან მოგდევს სასწრაფოს მანქანა, უკრიდან მოგდევს სახანძროს მანქანა. თუ ამათ აქ ჩართულია მარტო წითელი და ლურჯი შუქურები, ნათურები, ეგ შენ არ გავალდებულებს, რომ ამას დაუთმო გზა. არ ეკუთვნის. თუ გინდა გზა ჯვარედინზე გადიოდეს. აგერა გვაქვს გზა ჯვარედინი, ბატონო. აგერა გვაქვს გზა ჯვარედინი. თუ შენ მიდიხარ აქედან, იქიდან მოდის პოლიცია, ჩართული აქ, აი აქ წითელი და ლურჯი მაშუკები, მარტო წითელი და ლურჯი მაშუქებით, ამ სპეციალური სიგნალებით ის არ იმსახურებს პრივილეგიას, ანუ რომ დაუთმო გზა და გაატარო. აუცილებლად სპეციალური სიგნალები ნიშნავს, აუცილებლად უნდა ქონდეს ჩართული ლურჯი და წითელი ნათურების, ციმციმა ნათურების გარდა ხმოვანი სიგნალი, სირენებს ვერ ეძახიან. ამიგე, თუ ჩართული აქვს ორივე ერთად, ეს წითელი და ლურჯი ციმციმები და ხმოვანი სიგნალით სირენად, აი მაშინ ჩვენ გადავდივართ და ვატარებთ პატივცემულ სპეცმანქანას. სპეციალური დანიშნულების მანქანები ქვია ამათ. ჩვენთან ახლა თბილისში ყველა რა ვიცი, თანამდებობის პირს, ყველა დაბრალებულ იმას რა ქვია, ფუკუნი და ფუკუნი გააქვს, გიფუკუნებს გამატარებო. არ ეკუთვნის გატარება. აი ამ 3 სპეციალური დანიშნულების მქონე ტრანსპორტის გარდა, რომლებსაც ორივე ატრიბუტი აქვთ. შუქური სიგნალები და ხმოვანი სირენა ჩართული. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა ბანკის მანქანა მოგადრება, გიფუკუნებს და ვის ჭირდება ეს ბანკის მანქანა? ბანკის მანქანას მაგის უფლება არ აქვს. ბანკის მანქანამ მხოლოდ ერთხელ შეიძლება ხმოვანი სიგნალი მისცეს, დაიწყოს ფუკუნი, მიშველეთო თუ დაესხა თავზე ვიღაცა. დანარჩენ შემთხვევაში არავითარი პრივილეგია ბანკს არ აქვს. მაგალითად, საგზაოს მანქანა. ყვითელი შუქურა უნთია, მე არ უნთია. არაფერი არავითარი პრივილეგია იმას არ აქვს ჩვენთან მიმართებაში. ამიტომ ეს არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში, რომ კიდევ ვიმეორებ, თუ საჭიროა, რომ ის დავალებაზე მიდის და ჩვენ უნდა იმას გზა დავუთმოთ, გავატაროთ, მაშინ უნდა ჩართოს პატივცემულმა სპეცმანქანამ ორივე ნიშანი. წითელი ლურჯი მოელვარე ნათურები და ხმოვანი სიგნალით. არის ეგეთი ვარიანტი. უყურე, შენ მოგადგა მაგალითად
აი ამ წითელი და ლურჯი ნათურებით ჩართული მანქანა ეკუთვნის გატარება. უყურე შესაქმე ბევრმა ეგეც არის ის რომ თუ ეგ მანქანა მოგადგა ძმაო მაშინ შენ აი აქედან უცბად კი არ უნდა გადმოხვიდე ლექსო აქეთ უცბად გადმოხვალ გაგაჩერებს დაგაჯერებს რატო იცი ბილეთში გვექნება ეჩვენ იმიტომ რომ შენ კი მოგცა ეგ სირენები და რაღაცები შენო უნდა გაგეტარებინაო შენი მარჯვენა მხარეო გაიგე გადმოსულიყავიო და აი ესე წასულიყო ესე მაშინ აღარ გაგაჩერებს ანუ სპეცმანქანის გატარებასაც თავისი წესი აქვს სიჩქარეში არ უნდა აგერიოს რომ უცბად არ გადაჭრა და მარჯვენა მხარეს არ შეუქმნა პრობლემა ავარიული სიტუაცია გავიგეთ წავედით